ქართული ხალხური ზღაპარი ნაცარქექია. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ზარმაცი და მუხთამჭამელი კაცი. ცისმარე დღე კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს კექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა. კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხა, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, ეუბნებოდნენ ყოველდღე. ადექი გაისარჯე, იქეთ მიდექ, აქეთ მოდექ და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარა გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო. მაგრამ ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორედან გამოუშვებდა. მობეძრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი ხბოს გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს. ხელში ჩხირი მისცეს, საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს და გაისტუმრეს. თან გააფრთხილეს. ამ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გაშორდი. აქ არ დაგიგულოთ, თორე ცოცხალს არ გაგიშვებთო. კარგითო, უთხრა ნაცარქექიამ. ვეცდები რაც შეიძლება შორს წავიდეო და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა. იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. თურმე ეს მდინარეცა და ადგილიც 9 თავიანი დევის სამფლობელო ყოფილა. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხრება. დაინახა ნაცარქექიამ და ხაფიხმით გასძახა. ჰეი, რომელი ხარ? ახლავე აქ გამოდი. მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე. ფეხის დასველება მეზარებაო. დევს ძალიან გაუკვირდა. აქ ჩემი შიშით გოლიათებს ვერ გაუვლია და ეს ჭინჭრაქარის პატრონია, ამას რომ მიბედავსო და გამოსძახა. ბინა ხარ? რა სულიერი ხარ? და მაგ თავხედობას როგორ მიბედაო? ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს. აიშე ქინქლავშენა, ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. შებრიყვო და ბაბაყურო, ხაბირიკა არ გაგიგონია? ნაცარყლაპია, ჩხირით მებრძოლი, მე სწორედ ისავარო. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცა შევტორწნი და ნაცარმტრად ვაქცეო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ. შენ მან დაიღექვა, მე აქ ავიღებ. მოუჭიროთ ორივემ ხელი და ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია. ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწულით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო. აბა ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, გასძახა ნაცარქექიამ. გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ. და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოს და ქუდიც იმას ეხუროსო. გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა. მაგრამ მტვერი ვერა და ვერა აადინა. რიყის ქვებს ან რა მტვერი აუვიდოდა. ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელე ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა. შეშინდა დევი. ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, თქვა გულში და გაღმა ნაპირზე გავიდა. მორჩილად ეახლა ნაცარქექიას. დაიღუნა და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა როგორც იქნა გაუბედა და ჰკითხა. ბატონო ხაბირიკაო, ნაცრი ყლაპიავ და ჩხირით მებრძოლო.
ასეთი ღონის პატრონი როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო. რაო, მსუბუქიო? გადაიხარხარა ნაცარქექიამ. შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. რა კი დედამიწას ჩემი ტარება უჭირს, ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერი ვარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო. დევს ეჭვი შეეპარა. ამ ერთ სიცკნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა. აბა, აზძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგო. ღმერთო მწყალობელო. აბა, ცოტათი მოუშვი თოკირო, ამ ბრიყვსა და ავყიას ენა დავამოკლებინო. აზძახა ცისკენ ნაცარქექიამ, ჩუმად კი ამოიღო შვინდის გამხმარი ჩხირი და დევს კისერში დააჭირა. დევს ეგონა მთელი ზეცაზე დამაწვაო და შეშინებულმა მართლა ქვესკნელში არ ჩამაძვრინოსო, ხვეწნა დაუწყო. შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს ისევ აქციოს, თორემ მეტი სატანა აღარ შემიძლიაო. მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში. ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეს მქონიაო? ჰკითხა ნაცარქექიამ. მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო. უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. ნაცარქექია ტახტზე დასვა, თვითონ კერა გაახურა და ცომი მოსილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეთში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა. თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას. მე ტყეში სავალდა, სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო. დევი წავიდა. ხმიაც ცალი გვერდი რომ დაებრაცა, ნაცარქექია მიფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო და დაუწყო საკეცით წვალება. წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფქარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, გშინავს, მაგრამ კეცს წვრას ვერ უშვება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა. მოვიდა დევი და ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, რა დაგმართნიაო? რა უნდა დამმართნოდა? შეუტია ნაცარქექიამ. ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ. მოდი და ამაცალეო. დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა. ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გუგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო. მან რას აკეთებო? ჰკითხა დევმა. რას ვაკეთებ და აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო. როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო? ამერთო, ეს ვინა ყოფილა? გაოცდა დევი. ამოდენა თავხე მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აკაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. დაჰკრა დევმა ფეხი და 9 იქით გადაიხვეწა. დევის სახლკარი და სიმდიდრე თლიანად ნაცარქექიას დარჩა. წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა. ძმებო, მუქთა ხორობისათვის თქვენ სახლიდან გამაგდეთ. სულ იმას მაყვედრიდით, ოჯახში არაფერი შემოგაქვსო. აი ახლა ჩემს წილად ეს სახლკარი და ქონება ცხოვრება შემომაქვს. ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია. ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო. გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს. თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო. ჭირი იქა, ლხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო, რათა ახალი ზღაპრები არ გამოტოვოთ.